სისასტიკით გამორჩეული ხარება, რომელსაც ჯერჯერობით არაფერზე უგია პასუხი, გადასარჩენად უკანასკნელ თავშესაფარს ეწევს. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა ჯალათად მიჩნეული ზვიად ხარაზიშვილი საზოგადოებას ახალი სტატუსით ქტიტორად ტაძრის აღმშენებლად წარუდგინა. მაღალმა იერარქმა მადლობა არ დაიშურა და გადადეს ყოფილ უფროსს ღმერთის სახელით რჩეული უწოდა. მადლობა უფალს, ევადელი დღისათვის და მადლობა ქტიტორებს, ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შერაზადიშვილს, რომელთაც ეს დიდებული ტაძარი ასე გააჩვენეს, ააშენეს. მე არაერთის მithმავთ, რომ ტაძრის აშენება მარტო ფულით არ ხდება. ფული ძალიან ბევრს აქვს დღეს და აზრადაც კი არ მოდის, რომ ტაძარი ააშენეს. ეს არის ჩვეულთა ხვედრი. ადამიანს ირჩევს უფალი, რომ ტაძარი ააშენოს, ღვთისმსახური ააშენოს და რაღაც დამსახურებავს ალბათ ღვთის წინაშე ასეთ ადამიანებს. თორე შემთხვევით არ ხდება, რომ ვინმე ტაძარი ააშენოს. უფალი გულთამხილავი არის. ან გულის მიხედვით ირჩევს, რომ მას აქვს კეთილი გული, მოწყალე არის. და სხვადასხვა თვისებები და სწორედ აი ამით გამოირჩია უფალმა ეს ქტიტორები და ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები. კეთილი გული და მოწყალე ამბიონზე მდგომ მიტროპოლიტს დაავიწყდა, ვიზე საუბრობდა. ღმერთის სახელით რჩეულად გამოცხადებულ ხარებას ბიოგრაფიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სიტყვა წამება. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ერდროს ივანიშვილის სისტემის რჩეულის მთელი სისასტიკე. ის პასუხისმგებელია დემონსტრანტების სასტიკად დარბევაზე. არსებობს კადრები, როცა ხარაზიშვილი არა მხოლოდ ბრძანებებს გასცემს, არამედ ინდივიდუალურად იჩენს დაუნდობლობას. ეს კადრები გადაღებულია, მაგალითად ეს არის გამონაკლისი, მაგრამ ერთ-ერთია აქციის დროს დიღომში, როცა მეგაფონით მონაწილეებს აგინებდა და ფიზიკურად პირადადაც უსწორდებოდა. ნახე, პოლიცია როგორ აგინებს? იშო, პოლიცია იგინება იქ. ზვიად ხარაზიშვილი ხანდახან ჟურნალისტებსაც ესაუბრებოდა და სრულიად დაუფარავად ამჟღავნებდა თავის სისასტიკეს, სიძულვილს. გავიხსენოთ ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდი, როცა თავისუფლების მოედანზე ხარებას ფორმულას კორესპონდენტი სალომე ბოკუჩავა გაესაუბრა. გურამ როგავაზეც კითხოთ. ვინ არის რა გადამაყოლე ამ შენ? ჟურნალისტია, ჩემი არხისტია. ომი რო იყო ეს ხალხი რასაკეთებდა? ომში იყო. გურამ როგავაზ გაჩუქებული აქვს 2008 წლის ომი. ყირიმშიც ნამყოფია, რუსეთ-უკრაინის ომშიც ნამყოფია. გითხ და ისრაელის ომშიც ნამყოფია. გურამ როგავა ომში იყო. გითხარით. ნახე, ბიჭები შეგნებულად არ გეხებიან? მე რატომ და შემეხონ? ვერ დაღლით გეუბნები და ვერასოდეს. გითხარით, ჟურნალისტს რატომ უნდა შეგვეხოს? ვერც ამ ბიჭებს აქ, ვერც დაღლის, ვერც აქცეულს და ვერც მომაკვდავს და დაგვანებთ აზრი არ აქვს. შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც ხარაზიშვილი არ უარყოფს, რომ კონკრეტული ადამიანების სიები აქვს, რომლებიც უნდა სცემოს. აღსრულებაც არ აყოვნებდა. ლევან ხაბეიშვილი მაგალითად პირდაპირ ასახელებდა ხარაზიშვილს, რომელიც პირადად იღებდა მისი წამების კადრებს. ჩემი, ასე ვთქვათ, წამების ვიდეო ჩაუგდეს კობახიძეს და მდინარაძეს. ეს ინფორმაცია გაქვს? ეს ინფორმაცია მაქვს, ხარება, მე თქვენ გახსოვთ ხო, რომ ხარებაზე ვთქვი, რომ იღებდა პარლამენტში, კი, კაცო და ის თხოვდა, რომ რაღაცა თუ ვიტყოდი, რომ რაღაცა აღარ დამარტყამდნენ, რაღაცა, რა ეს ამიტომ იღებდა, რომ მე თუ რაღაცა ნახავდნენ, რომ ეხლა მე რომ მეთქა, რომ აი მე არ დამარტყად, ხო, დადებდნენ და იტყოდნენ, რომ ნახე, კობახი, კი, ეს თავისივე თანამშრომლებიდან, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია არსებობს, რომ ეს ვიდეო კობახი დინარაძეს და გომელაურს ქონდა ხარება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი არბევდა აქციებს, პირადად სცემდა დემონსტრანტებს, აგინებდა, მისი სპეცრაზმელები ანგარიშსწორობის შემდეგ ძარცვავდნენ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი მისი მდიდარი რეპრესიული ბიოგრაფიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამაში რეჟიმმა ჯილდოც გადასცა სანქცირებიდან მალე. ეკლესიაში იმყოფებოდა ვახტანგ გომელაურიც, ხარებას ყოფილი უფროსი, მაგნიცკის ასევე სანქცირებული წევრი. ჩვენ არც ის ვიცით, რა ფულით უნდა აეშენებინა საჯარო მოხელე ხარებას ტაძარი. სავარაუდოდ ამით არც მიტროპოლიტი დაინტერესებულა.
ცხადია, ეს არ არის ტექსტი ტაძარზე. ეს არის ტექსტი ზვიად ხარაზიშვილზე, რომელიც ახლა თანამდებობიდან მოხსნილია და ადამიანების წამებაშია მხილებული. ის თავისი საქმიანობით დღემდე ამაყობს და არც რეჟიმი ეხება ჯერჯერობით.